long-term threat of Russia. უმნიშვნელოვანესია რომ დავხარჯოთ მეტი და ესაა დღევანდელი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. ვიყოთ გულწრფელები, თავდაცვის ხარჯების 5%-მდე ზრდა რთული გადაწყვეტილებაა. პოლიტიკოსებს კი მათი მიღება უწევთ. უწევთ თანხების მოძიება და ეს მარტივი არ არის. ამას აბსოლუტურად ვიაზრებთ, მაგრამ რუსული საფრთხის საერთაშორისო უსაფრთხოებითი გარემოს გათვალისწინებით ალტერნატივა არ გვაქვს და ეს უნდა გავაკეთოთ. ჩემთვის ნათელია რომ ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად ერთგულია ნატოსი და მისი მეხუთე მუხლის მიმართ. ამასთან შტატებში არსებობს მოლოდინი ჩვენს მიმართ. შესაბამისად კანადელები და ევროპელები გააძლიერებენ სამხედრო ხარჯებს, რომ დავიცვათ თავი რუსეთისგან და გავათანაბროთ ხარჯი. ეს უფრო სამართლიანი მიდგომაა. ჩვენ დღეს განვიხილავთ უკრაინის საკითხსაც და იმას, რომ მომდევნო წლებში ნატოს მხრიდან უკრაინა მიიღებს ყველა დახმარებას, რათა დარჩეს ბრძოლაში და მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას. Ostatni szczyt NATO. თავდაცვის ხარჯების ზრდა აბსოლუტურად აუცილებელია. იმდენი უნდა დავხარჯოთ თავდაცვაზე, რამდენსაც ნატოს ქვეყნები ცივი ომის დროს ხარჯავდნენ. ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიასა და პოტენციურ საფრთხეს, მის იმპერიალისტურ პოლიტიკას. დიდი ხანია ვიმეორებ თავდაცვის ხარჯების ზრდის აუცილებლობის შესახებ. ეს უნდა ყოფილიყო სამიტის თემა და დისკუსიებსაც ხედავთ. ვფიქრობ, უკრაინაზე აგრესიის შემდეგ რუსეთი დაღლილია. ამიტომ არ ველი რომ რუსეთი მზადაა სხვა ქვეყანაზე თავდასხმისთვის ახლა, მაგრამ მომავალში ეს რეალური რისკია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ. ეს აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის. მიხარია რომ მნიშვნელოვან ზრდაზე შევთანხმდით თავდაცვის მიმართულებით, რათა მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე. საბერძნეთი თავდაცვაზე 2%-ზე მეც ხარჯავს. ასე იყო ურთულეს ეკონომიკურ კრიზისებშიც კი. იმედია რომ ყველა წევრი თავის როლს შეასრულებს, რადგან ვსაუბრობთ ალიანსზე, რომელიც ნდობაზე დგას. ამ ხრივ ყველა ქვეყნისთვის ერთიანი სამართლიანი სისტემა უნდა მოქმედებდეს. Come back to the 5%. თავდაცვისთვის 5%-ის მიღწევა არაა მარტივი, მაგრამ შესაძლებელია კონკრეტული პირობებით. კერძოდ, ევროპული ბიუჯეტის რეგულაციებში კალკულაცია სრულად უნდა შეიცვლოს. თუ ამ რეგულაციებს ისე დავტოვებთ, როგორიც ახლა, ევროკავშირიდან ვერავინ მიაღწევს 5%-ს, რაც არ უნდა გითხრან მათ. შესაბამისად, სხვანაირი კალკულაცია დაგვჭირდება. ეს გადაწყვეტილებები საღაზრს ემყარება და არა დონალდ ტრამპს. ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტში ჩვენ ვნახეთ, რომ ის საღი აზრის კაცია. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი ომები მოკლე ხდება, ძველი ომები კი იფიტება. უდიდესი საფრთხე ევროპისთვის არა უსაფრთხოება, არამედ გლობალურ ეკონომიკაში შეჯიბრებითობის დაკარგვაა. დღევანდელ დეკლარაციაში, როგორც მანამდე საფრთხედ ჩაიწერება რუსეთი, თუმცა ვფიქრობ, რუსეთი საკმარისად ძლიერი არაა, რომ ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. რაც შეეხება ზელენსკის აქ ყოფნას, მე არ ვფიქრობ, რომ ნატოს უკრაინასთან რამე ისაქმებოდეს. არც უკრაინა ნატოს წევრი და არც რუსეთი და ჩემი ამოცანაა რომ ეს ასეც დარჩეს.